ბევრისთვის ეს სუნი არის კოშმარი, მაშინ როცა ჩემთვის ეს არის ნამდვილი ფარმაკოლოგიური შედევრი. ფუ, ცხვრის სუნი აქვს კაცი, არის ზუსტად მტკიცება, რომ ეს ყველი ცოცხალია. დააკვირდი, რატომ ქვია გუდის ყველი? იმიტომ რომ ის მზადდება სპეციალურად ცხვრის გადამუშავებულ ტყავში, რომელიც სავსეა კონკრეტული ცხიმოვანი მჟავით და აქ მივედით პარადოქსთან. მეცნიერულად დასტურებულია, რომ ესეთი რძე შეიცავს CLA-ს, ანუ კონიუგირებულ ლინოლენის მჟავას, რომელიც ვიცით რომ არის კარგი ცხიმი. მას შეუძლია დაიხმაროს ორგანიზმს დამარაგებული ცხიმოვანი მასის მოცილებაში. ალბათ რომ როცა მიდიხარ და ყიდულობ გუდის ფორმის ყველს, რომელიც პოლიეთილენის პაკშია გახვეული, ოღონდ ზემოდან დიდი ასოებით აწერია. და მე ვიყო, ეგ არ არის გუდის ყველი. მაგრამ თუ გუდის სუნი შენთვის მაინც სოფლურია და უფრო სისვეცკეებისკენ ხარ მიდრეკილი, მაშინ ეხლა შემოვიტანოთ საქმეში ქართული სვეცკური ყველი, რომელსაც ცოტა განსხვავებული მოსვეწყო სუნი აქვს. ეს არის ჩვენი გმირი დამბალხაჭო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული იშვიათი ტექნოლოგიის და სიგიჟე ყველი საქართველოს. ეს არის ქართველების პასუხი ფრანგულ კამამბერზე და იტალიურ გორგონზოლაზე. ოღონდ ბევრად უფრო ძველი ისტორიით, უბრალოდ იმათმა ქართველებს რა თქმა უნდა მარკეტინგში გვაჯობეს. ჩვენ მარტო ეს შეგვიძლია. აბა, ჩვენი წინაპრები, გიჟები კი არ იყვნენ. ფშავ ხევსურეთში დამბალხაჭო გამოიყენებოდა როგორც წამალა. მაგრამ ზოგჯერ შენს თუ ადამიანი ხარ და სისვეცკეებით იღლები და გინდა მამაპაპური, ისეთი ყველი, რომელიც იუნესკომ აღიარა არამატერიალურ ძეგლად. აქ შემოდის ყველაზე გახვეწილი, ლამაზი და ყველი, რომელიც კეტო დიეტის მეფეა.